აქ მატყლის გადამამუშავებელი საწარმო თუშეთი. ჩვენი საწარმოს ძირითადი საქმიანობა არის ადგილობრივი თუშური ცხვრის მატყლის გარჩევა, გარეცხვა და შემდეგ მისგან მზა პროდუქციის მიღება ნართის სახით. ვაწარმოებთ როგორც ძაბს, ასევე ნავდებს და თექის მატყლს, ფერად მატყლს. ჩვენ ახლა ვცხოვრობთ ზემო ალვანში, თუ არ თუშები და ჩვენი თუშური ტრადიციული საქმიანობა არის მეცხვარეობა და ეს ცხვარი ბევრი იყო, მატყლიც დიდი რაოდენობით იყო არის. თუშური ცხვარი იპარსება წელიწადში ორჯერ, ადრე გაზაფხულზე და აგვისტოში. და ჩვენ ძირითადად ვიყენებთ აგვისტოს მატყლს, ეს არის მთაში გაპარსული ცხვრის მატყლი და ხარისხით არის უკეთესი. მატყლი ჩამოდის აი ესეთ ტომრებით, ესე იგი პირველ რიგში ხდება აი მატყლის გარჩევა, მეცხვარეებისგან ვყიდულობთ აი ესეთ ბარდნებით მატყლს და ხდება შემდეგ მისი ესე დარჩევა, დახარისხება. და შემდეგ ამ მატყლის უკვე დახარისხებული ზედმეტი ჭუჭკი თუ რამე უხარისხვა მის მოცილების შემდეგ ხდება უკვე ამ მატყლის გარეცხვა. დასაქმებული ყავს 8 ადამიანი, ძირითადად ეს მუდმივა და აგვისტოში როცა რეცხვა ხდება დიდი პარტიებისა, მაშინ ვიმატებთ 2, 3, 4 ადამიანს კიდე დამატებით. აქეთ ხდება მატყლის რეცხვის პროცესი. გარეცხილი მატყლი შემდეგ გაგვაქვს უკვე გარეთ და ვცდილობთ რომ გამოვიყენოთ ეს ზიანი ამინდები და გარეთ გავაშროთ ლასტებზე ეს მატყლი. ნაწილი მიდის ძაბში, ნაწილი თექაში შესაღებად. თუშური ცხვრის მატყლი ითვლება უხეში ჯიშის ცხვრის მატყლად საერთოდ და ამიტომ მისი გადამუშავება შედარებით რთულია. თავიდან მამაჩემი მუშაობდა ამ საქმეზე 90-იან წლებიდან და შემდეგ 2006 წლიდან უკვე გადავწყვიტეთ რომ საწარმო გაგვეკეთებინა, ვინაიდან არ იყო საერთოდ ეს საწარმო საქართველოში, შევიძინეთ ეს დაზგები და დავიწყეთ ეს საქმე. ესე საწარმოში ხდება დაჩეჩვა, ასე ვთქვათ ეს ძაბსართავ ხაზზე და აქ არის 5-6 პროცესია გასავლელი რომ მივიღოთ სუფთა შალის ნართის ზაფი. ჩვენი საწარმო არის ერთადერთი საქართველოში. ჩვენთან ეს თუშების არის ტრადიციული ხელსაქმიანობაა და ჩვენ ამით გაგვიმართლა, რომ რახომ თუშებს ეს ტრადიციული ხელსაქმიანობა აქვთ, აი ამ მიმართულებით ეს წინდების, გეტრების ქსოვა, ფარდაგების ქსოვა, თექის წარმოება. თავიდან მთლიანად ადგილობრივ ბაზარზე ვიყავით რა დამოკიდებული, ეს არ იყო მაინც-ამაინც ისეთი მოთხოვნა, არც მატყლზე, არც ძაბზე და შემდეგ აი ტურიზმი რო შემოვიდა და დაიწყო ეს გაფართოება ტურიზმისა და მერე უკვე ჩვენც აქამდე თუ მარტო ზამთარში სეზონურად მუშაობდით, ახლა მთელი წლის განმავლობაში ზაფხულშიც სრული დატვირთვით მუშაობთ.